დღის სტუმარი. შუადღემშვიდობისა გალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ ფოლკ რადიოს უსმენთ FM 99.3-ზე ჩვენი დროით 13 საათი და 16 წუთი შესრულდა და ეს ის დროა, როდესაც დღის სტუმარს მასპინძლობთ. აქვე გეტყვით, რომ გუშინ 29 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია და მისი თანხმოები ფოლკლორული საღამო. სწორედ ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს. ჩვენი სტუმარი გახლავთ ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური ფოლკლორისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი ნატალია ზუმბაძე. მოგესალმებით ქალბატონი ნატალია. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. კი ბატონო, და სანამ ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ კონფერენციაზე და საღამოზე, რომელიც გუშინ ჩატარდა, მანამდე გითხარით რამდენიმე სიტყვით ზოგადად როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ იყო დასაბამი და რა არის თქვათ მიზანი, მთავარი და არსი ამ შეხვედრებისა და კონფერენციებისა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი სულ თავიდან. კი ბატონო, ეს ყველაფერი დაიწყო 5 წლის წინ, უკვე მე-5 წელია რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და კერძოდ ჩვენი კათედრა, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება მასპინძლობს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას, რომელიც სტარტდება ფოლკლორული ფესტივალების და ტრადიციული ხელოვნების ორგანიზაციათა საერთაშორისო საბჭოს CIOF-ის ეგიდით. და საკონფერენციო თემატიკა მოიცავს ქართული ხალხური მუსიკის და საეკლესიო გალობის საკითხებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ფორუმში ეთნომუსიკოლოგებთან, ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგებთან ერთად მონაწილეობენ ასევე ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის ლოტბარ რეგენტები და გარდა ამისა ქართული ტრადიციული მუსიკით დაინტერესებული უცხოელებიც. რამოდენიმეჯერ მაგალითად ერთხელ ყავდა იაპონელი მონაწილე, ერთხელ ყავდა პოლონელი მონაწილე. ფაქტობრივად საქართველოს ფარგლებს გასცდა კიდეც ჩვენი კონფერენციის ასე ვთქვათ არეალი. და არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველი კონფერენციისთვის, ანუ ყოველწლიურად მზადდება და გამოიცემა მთელი ამ საკონფერენციო მასალების ქართულ-ინგლისურენოვანი კრებული. ასე რომ ყოველი კონფერენციის ეს მზად არის და ეს შედეგია ანუ ტექსტური მასალაც შეგვიძლია. სამწუხაროდ დღეს არ წამომიღია, მოგაწვით აუცილებლად. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და იქნებ გითხრათ თვითონ მიზანზეც ამ თქვათ კონფერენციების რა არის მთავარი სათქმელი თქვათ ამ ღონისძიებებისა. კი ბატონო, რომ უკვე მე-3 წელია რაც ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას ახლავს ფოლკლორული კონცერტი. მე დავიწყე ისე რომ მხოლოდ კონფერენციებით და მე უკვე აუცილებლად ჩავთვალე რომ უნდა იყოს აუცილებლად პრაქტიკული მხარეთ წარმოდგენილი. და ნამდვილად გაამართლა მინდა თქვა ამ პროექტმა. რადგან ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია და მისი თანმხლების ფოლკლორული კონცერტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული მუსიკის პროფესიონალი მკვლევრების და პრაქტიკოსის შემსრულებლების აღზრდას და რაც მთავარია, მათი გემოვნების სწორად ჩამოყალიბებას. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი მიზანი ამ კონფერენციის და ფოლკლორული კონცერტისა. სწორედ ამიტომ ჩვენი ფოლკლორული კონცერტი ტრადიციულ შემსრულებლობაზეა ორიენტირებული და აბსოლუტურად გამორიცხავს ეგრეთ წოდებული აკადემიური სასიმღერო სტილის მიმდევარი ანსამბლების ან არახალხური საკრავების, ან საკრავთა არატრადიციული ჯგუფების მონაწილეობას. გასაგებია, ხო, უკვე რაზე არის ორიენტირებული, რა კი კონსერვატორია გახლავთ, უმაღლესი სასწავლებელი ერთადერთი, სადაც ფაქტობრივად ამ ხელა ტრადიცია არსებობს ფოლკლორისტი კადრების აღზრდისა. ძირითადი კერა საქართველოში, ხო? ცხადია, ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ სწორად აღზარდოთ ახალგაზრდა კადრები, კვლევრები და პრაქტიკოსები და ფაქტობრივად ჩვენი სფერო ის სფეროა, რომელშიც მკვლევარი თუ არ არის პრაქტიკოსი ამავე დროს, ნამდვილად ვერ გავა ფონს ასე ადვილად. ამიტომ ეს ორივე მხარე თანაბარ მნიშვნელოვანი არის და რაც აისახება იმაში, რომ ეს კონცერტები, რომლებიც ახლავს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას, არის დაკომპლექტებული არა ნებისმიერი ანსამბლისგან, არამედ მხოლოდ მომხსენებელთა ანსამბლების მონაწილეობით არის შედგენილი. ანუ ერთ წელიწადში შეიძლება მყავდეს ვთქვათ 4 ანსამბლი, მეორე წელიწადში შეიძლება მყავდეს 2 ანსამბლი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ გამოდის კონფერენციაზე, მღერის თუ არა იგი ანსამბლში, ან ხელმძღვანელობს თუ არა რაიმე ფოლკლორულ ანსამბლს. როგორც წესი
თუ ხელმძღვანელობს, ასევე მღერის კითხვაც, ხო? და ყოველწლიურად მონაწილეებიც, ვთქვათ, სხვადასხვა არის და არის სხვადასხვა ანსამბლები და შემსრულებლები. იცით, საკმაოდ ესე იგი ფართოვდება თანდათან ეს ჩვენი არეალიც კონფერენციის მონაწილეებისა, იმიტომ რომ მარტო თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები არ არიან აქ ჩართულები, აქტიურად მონაწილეობენ ასევე გალობის უმაღლესი სკოლის სტუდენტები, ასევე აი მოგახსენებთ წელს მაგალითად ვინ მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, სკოლა ახალი ლიცეუმი, აი ეს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. წელს მაგალითად აი ეს ორგანიზაციები ესენი მონაწილეობდნენ, ესენი იყვნენ ჩართულები, უმაღლეს სასწავლებლები და მეორე მხრივ თქვა საგანმანათლებლო კერები, თქვა სკოლის სახით. აი ესენი იყვნენ ჩართულნი. სხვა დროს შეიძლება კიდევ სხვა ვიღაც იყოს და ასე შემდეგ. კი, გასაგებია, ანუ მონაწილეების მხრივაც ყოველ წელს ასე თქვა ფესტივალი განსხვავებულია ამითაც და მრავალფეროვანი, ისე კონფერენცია და კონცერტი, რა თქმა უნდა. კონფერენციები და კონცერტი. თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, არის ესეთი ტრადიციაც, რომ მაგალითად კონსერვატორიის იგივე ჩემი დოქტორანტები, რომლებიც პირველ კონფერენციაზე მონაწილეობდნენ, ცხადია უცვლელად მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ ეს მათთვის მართალი გითხრათ ძალიან დიდი სკოლა. და თუ თვალს გადავავლებთ პირველ კონფერენციას და შემდეგ მომდევნოებს და ეს მასალა გვიდევს ცხადია გამოცემული კრებულების სახით, აშკარა არის რამდენად გაიზარდნენ ჩვენი ახალგაზრდები ამ თვალსაზრისით და აი ამდენად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. კი, და თავის მიზანს ამართლებს ამ მხრივ ეს ღონისძიება. ნამდვილად და უფრო მეტ პერსპექტივას იძლევა სამომავლოდ, იმიტომ რომ მე ხლა არ მინდა წინ ვისაუბრო ამ მიზნებზე, მაგრამ გაცილებით უფრო სერიოზული მიზნები მაქვს სამომავლოდ ცხადია. კი ბატონო, იმედი მაქვს შევძლებ. კი ბატონო, მე გისურვებთ წარმატებებს ამ საქმეში და რაც შეეხება ამ ვთქვათ კონკრეტულ კონფერენციას, რომელიც გუშინ გაიმართა, მე მინდა ამასთან დაკავშირებითაც გითხრათ, ეს სამეცნიერო კონფერენცია და იქნებ კონკრეტულად გითხრათ ზოგადად რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება კი ბატონო კონფერენციებზე. თემატიკა როგორც წეგან აღნიშნე ზოგადად შეზღუდული არ არის და მოიცავს ქართული ხალხური სიმღერის და საეკლესიო გალობის საკითხებს. აი მე მოგახსენებთ ახლა იყო ასეთი თემები: ტრადიცია და სიახლე ქედის რაიონის ხალხურ მუსიკალურ ყოფაში. აჭარის 2013 წლის საექსპედიციო მასალების მიხედვით. ეს მოხსენება ჰქონდა თეონა რუხაძეს, რომელიც ჩემი დოქტორანტი გახლდათ, ახლახან დაიცვა დისერტაცია და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მასწავლებელია უკვე. შემდეგ ასეთი თემა გახლდათ ერთი წარმოდგენილი ქართული ტრადიციული მუსიკა, ფსიქოთერაპიული ხედვა. სულიად განსხვავებული ახალი რაკურსით, ძალიან საინტერესო იყო ესეც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ხოხუნაიშვილი წარადგენდა ამ თემას. ეკატერინე შუშიაშვილი გამოვიდა თემით ბუკი. ქართული საკრავის შესახებ, ასეთ საკრავის შესახებ, ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის სპეციალისტი გახლავთ იგი. იყო ასეთი თემა საინგილოსა და სამთაწყაროში ჩაწერილი სიმღერების შედარებითი კვლევის შედეგები, რომელსაც წარმოადგენდა ჩემი დოქტორანტი, კონსერვატორიელი გიორგი კრავეიშვილი, ძალიან ნიჭიერი და ძალიან დიდი იმედის მომცემი ახალგაზრდა, რომელიც იკვლევს საქართველოს ფარგლებს გარეთ, დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების მუსიკალურ ყოფას და მუსიკალურ ტრადიციებს, რომლებიც ჯერ არ ყოფილა საგანგებო კვლევის საგანი და ძალიან აქტიურად იკვლევს, თვითონვე იწერს დადის ექსპედიციებში, ახლახან დაბრუნდა მაგალითად თურქეთიდან. აი, რამოდენიმე დღის წინ. შემდეგ იყო ასეთი თემა მოდერნიზებული ფოლკლორის შესახებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსელი სტუდენტი მალხაზ რაზმაძე წარადგენდა და ოთო კაპანაძე, სხვა შორის ფოლკლორადიოს ყოფილი წამყვანი, ასევე თეონა რუხაძეც ერთ-ერთი. კი ბატონო, კარგად იცნობს ამ ადამიანებს ჩვენი მსმენელი. ძალიან სასიამოვნოა. ჭართლის თემში ჩაწერილი სიმღერები ჰქონდა ოთარს წარმოდგენილი ამ შემთხვევაში. ოთოც ჩემი დოქტორანტი გახლავთ, ახლა 20 ივნისს ექნება დისერტაციის დაცვა. ვიმედოვნებ ძალიან წარმატებული და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მასწავლებელია. და ბოლო თემა ასეთი იყო ზაფხულობით ბახმაროში მცხოვრებ აჭარელთა ეთნოგრაფიული ყოფისა და მუსიკალური შემოქმედების ფრაგმენტები. ეს გახლდათ მაია გელაშვილი, მომხსენებელი ამ თემისა, სკოლა ახალი ლიცეუმის მასწავლებელი. გასაგებია, თემატურადაც საკმაოდ მრავალფეროვანია, ვთქვათ, კონფერენცია შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყველანაირ, ასე ვთქვათ, ჭრილში და საკითხში არის განხილული ეს ყველაფერი და ძალიან საინტერესო. ამ მხრივ მე მინდა მსმენელს ტელეფონის ნომერი შევახსენო, სანამ მომდევნო შეკითხვას დავსვამ 292 თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდება, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩაერთოთ პირდაპირ ეთერში, მიიღოთ მონაწილეობა გადაცემაში. ეს რაც შეეხებოდა კონფერენციას და ვთქვათ, თემატიკას, მონაწილეების შესახებაც ასე თუ ისე ვისაუბრეთ, ახლა მე მინდა ფოლკლორული, ასე ვთქვათ,
შესახებაც გითხრათ რამდენიმე სიტყვით აქ ვინ მიიღო მონაწილეობა და კონკრეტულად რა ტიპის საღამო იყო ეს რა თქმა უნდა ვიცით რომ შესრულდებოდა ქართული ხალხური სიმღერები და ზოგადად უკვე მოგახსენეთ ჩვენ ძირითადი პრინციპი რომ ავთენტიკურ შემსრულებლობაზე არის ორიენტირებული და აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა ტიპის ანსამბლების მონაწილეობა. სწორება არის გლეხურ ფოლკლორზე ასე ვთქვათ. ფაქტობრივად იმაზე, რასაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მთელი თავისი არსებობის განმავლობაში და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რო დავაზუსტო კონკრეტულად, ესე იგი 2004-5-6 წლიდან მოყოლებული რაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ჩაატარა ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება ფესტივალი, აქტიურად ახორციელებდა თავის პრაქტიკულ საქმიანობაში. ნამდვილი ქართული ხალხური სიმღერა არის წარმოდგენილი, თქვა არა ტემპერირებულ საკრავებზე შესრულებული სიმღერები და გათანამედროვებულ უცხერადობით ამოსავალი არის გასაგებია. მე სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუშინდელი კონცერტის მონაწილეები, ესენი გახლდნენ ჯგუფები ადილეი, ახალუხლები, სათანაო და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი. კიდევ ერთხელ გეტყვით შეგახსენებთ იმას, რომ მხოლოდ მონაწილეთა ანსამბლები მონაწილეობენ ჩვენ კონცერტებში, ამიტომ ნებისმიერი ვერ იქნება მისი ვერ გამოვა ამ კონცერტებზე. ესე იგი ადილეი გახლდათ ფაქტობრივად დებიუტანტი, იმიტომ რომ სცენაზე პირველი შემთხვევა იყო რაც გამოვიდა. დიდი სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ესე იგი მათი სცენაზე გამოსვლა ჩემ კონცერტს უკავშირდება, იმიტომ რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. მე კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო მათ და ვუსურვო ძალიან ბევრი შემოქმედებითი წარმატება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად მღერიან გურულ აჭარულ და მეგრულ სიმღერებს. კი ბატონო და იმ ადამიანებს ვთქვათ, ვინც ვერ დაესწრო გუშინ ამ კონფერენციას და კონცერტს, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას თქვენ მოგვიტანეთ ჩანაწერები და შეგვიძლია რომ ჩვენმა მსმენელმაც მოისმინოს ეს კი ბატონო ფრაგმენტულად და თავადაც შეაფასონ ეს ადამიანები. ჩვენ შეგვიძლია პირველი ასეთი მუსიკალური პაუზა გავაკეთოთ გადაცემაში, რადგანაც ადილეი ახსენეთ და სწორედ ამ ანსამბლის შესახებ საუბრობდით, ორი ესე ვთქვათ ფრაგმენტი შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავთ დემეტრე ქირია. კი ბატონო, მოვისმინოთ და სიმღერების დასრულებისთანავე შემოგიერთდებით.
მაშასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ადილეის შესრულებით მოისმინეთ ფრაგმენტები, ასე ვთქვათ, იმ ღონისძიებიდან, საღამოდან, რომელიც გუშინ გაიმართა და თქვენ გსურთ, შეიძლება თქვენ მოისმინეთ სწორედ ის სიმღერა, რომლის სახელიც ჰქვია ამ ანსამბლს. გახლავთ გურული მგზავრული და ჯგუფმა ეს სახელი დაირქვა იმიტომ, რომ ფიქრობს, რომ ეს სიმღერა ყველაზე კარგად გამოხატავს მათი ანსამბლის ხასიათს. კი ბატონო და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსმენელს, რომ ეს ადამიანები პირველად წარსდგნენ გუშინ ფართო აუდიტორიის წინაშე, თანაც წარსდგნენ სცენაზე, კი ბატონო, კონსერვატორიაში და მათთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა და ამ ადამიანებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე დარწმუნებული ვარ ის, რომ ამხელა, ასე ვთქვათ, სარბიელი მიეცათ მათ, რომ სწორედ მსმენელიც ბევრი ხავდათ. კი ბატონო, ამ ხრივაც საინტერესოა ეს კონფერენცია და ღონისძიება, რომელიც გუშინ გაიმართა. ჩვენ განვაგრძობთ საუბარს და საუბრობდით იმ მონაწილეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს ფოლკლორულ საღამოში გუშინ მონაწილეობა. კი ბატონო, შემდეგი ჯგუფი გამოვიდა, ეს გახლდათ მგალობელ მომღერალთა ჯგუფი სათანაო. ეს არის ქალთა ჯგუფი. კი ბატონო. და აი ხო მოვისმინოთ. კი ბატონო, ჩვენი მსმენელი ამ ადამიანების შემოქმედებას კარგად იცნობს, თუმცა შეგვიძლია ორი სიმღერიდან მოვისმინოთ ფრაგმენტები. ერთ-ერთი ეს არის დიდება ღმერთსა და ასევე არის იავნანა სათანაო შესრულებით. სწორედაც შეგვიძლია მოვისმინოთ და შემდეგ უკვე დავბრუნდებით და კვლავ ვისაუბრებთ, ასე ვთქვათ, ამ ანსამბლისა და სიმღერების შესახებ და ასევე იმ ადამიანების შესახებაც, ვინც მონაწილეობდა ასევე ფოლკლორულ საღამოში. მოვისმინოთ. მაშასე სათანაო შესრულებითაც მოვისმინეთ ფრაგმენტები ორი სიმღერიდან ჩვენ რა თქმა უნდა გთავაზობთ ასე ვთქვათ მცირე რაოდენობით და ფრაგმენტულად იმ სიმღერების ნაწილს რომელიც შესრულდა გუშინ თუმცა როგორც ვიცი საკმაოდ ესეთი მრავალფეროვანი პროგრამა იყო და ღონისძიებაც ხანგრძლივი საკმაოდ დიდი გამოვიდა შეიძლება ცოტა გადავაჭარბე კიდეც საერთოდ ჩემთვის საყვარელ ზომას კონცერტისას იმიტომ რომ დაახლოებით 2 საათამდე გასტანა კონცერტმა მაგრამ რა ვიცი არ ვიცი შეიძლება მე თვითონ ისე ვიყავი ჩართული თავიდან ბოლომდე ამაში ძალიან საინტერესო იყო მრავალფეროვანი იყო და თან ესეც მინდა აღნიშნო რომ ამაღლება გახდა გუშინ და ამიტომ ძალიან მინდოდა ცხადია რომ საგალობლებიც ყოფილიყო ჩართული და მგალობელ მომღერალთა გუნდი რა კი ყავდა სათანაო მე მათ საგალობლების თქმაც ვთხოვე და ასეც იყო მოკლედ სადღესასწაულო განწყობა შექმნით შეიძლება ნამდვილად იყო შექმნეს გოგონებმაც და შემდეგ აი ოთო კაპანაძის ანსამბლმაც რაღაც მართალია საეკლესიო საგალობელია რა მაგრამ ისე ფერხისული
ფერხისას თქვეს და კი ბატონო, გაესაგებია და კიდევ თქვათ მონაწილეების შესახებ, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას გულში. შემდეგი მე თანმიმდევრულად მივყვებდი, შემდეგი გახლდათ ანსამბლი ახალუხლები, რომელსაც ოთარ კაპანაძე ხელმძღვანელობს და მათი შესრულებით მრავალი საინტერესო რამ მოვისმენთ, მათ შორის აი ორი სიმღერის ფრაგმენტს მოგასმენინებთ ახლა. დიახ. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ ამ ორი სიმღერის ფრაგმენტი და რა თქმა უნდა, მისი დასრულებისთანავე კვლავ შემოგერთდებით. კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ მათ ვისაც არ ქონდათ შესაძლებლობა თქვათ გუშინ მოგესმინათ ეს ყველაფერი, ჩვენ გაძლევთ ამის საშუალებას ფოლკ რადიოს ეთერით. დაუბრუნდით კვლავ ორი სიმღერა მოვისმინეთ და თქვენ გვიხარით გაბატონო ვარსალი ლალე კახურის საქორწილო სიმღერა და რისუდარალე მთიულური საფერხულო მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა პირადად ოთო კაპანაძეს შენ დოქტორანტს იმიტომ რომ აი ასეთი რაღაცები გამოიტანა სცენაზე მართალია ჩემთან შეთანხმებით და იმით მაგრამ იმიტომ რომ აი ასეთ რაღაცებს აკეთებს წმინდა ეთნომუსიკოლოგიურ გზას მიხვება თავის პრაქტიკულ საქმიანობაში და ძალიან მადლობელი ვარ ცხადია ამისა ეს კონცერტებიც სწორედ ამიტომ არის ამ ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციის დამხლების ფოლკლორული კონცერტები რომ აი ასეთი რეპერტუარი წამოვწიოთ წინ რომელსაც ჩვენ გარდა ხაზგასმით აღვნიშნავ პროფესიონალი ეთნომუსიკოლოგების გარდა ნამდვილად ვერ გააკეთებს ვერავინ და ვერ აღადგენს და ვერ გამოიტანს და ასე სწორად ვერ შეასრულებს. კი ბატონო, გასაგებია კიდევ ერთხელ შევახსენებ მსმენელს ახალუხლების შესრულებით მოვისმინეთ ჩვენ ფრაგმენტები ორი სიმღერიდან კვლავ და სანამ თქვა შემდგომ მონაწილეებსაც დაგვისახელებთ მე მინდა დასწრებასთან დაკავშირებით კითხოთ რამდენად თავისუფალია და რამდენად აქვს ყველა მსურველს შესაძლებლობა რომ დაესწროს ამ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა ყველას ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა რომ მობრძანდეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში და დაესწროს აი ამ ფოლკლორულ საღამოს რომელიც ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას მოსდევს ხოლმე ყოველი წლის მაისის თვეში ჩვენ არა გვაქვს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი თარიღი იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის დამოკიდებული ვართ იმაზე რომ
ჩვენი საკონფერენციო დარბაზი და მცირე დარბაზი ერთსა და იმავე დღეს იყოს თავისუფალი. და გვიწევს აი ამიტომ ხან 14 მაისს გვქონდა, ხან 29 მაისს. კი ბატონო, თუმცა მაისისთვის არ ცდება. რატომღაც ესე, თუმცა ძალიან რთულია წლის ბოლოს კონსერვატორი მოგიხსენებთ უმაღლესი სასწავლებელია, გამოცდებია, რეპეტიციებია და ძალიან დატვირთულია მაისი. ასე რომ სამომავლოდ შეიძლება ვიფიქრო შემოდგომით გადატანაზე აი ამ ღონისძიებისა. კი, თუმცა ყოველწლიურად ნამდვილად ჩატარდება ეს ღონისძიება და კიდევ უფრო ბევრ სიახლეს გულშემოგთავაზებს და წინ გაცნობოთ ფოლკრატიოსაც და მსმენელს. კი ბატონო, და რადგანაც დამსწრებებზე ვსაუბრობდით, მე მინდა გკითხოთ საზოგადოებაზე, თქვათ წლიდან წლამდე რამდენად იზრდება საზოგადოების აქტივობა დასწრების თვალსაზრისით. იცით რა შეესაქმე მე თბილისთან დაკავშირებით ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ იზრდება ეს აქტივობა და იზრდება ჩემდასაბედნიეროდ იმ ახალგაზრდული ანსამბლების რიცხვიც რომლებიც აი ამ სწორ გზას ადგანან ქართული სიმღერის შემსრულებლობაში ჩემდა გასახარად ნამდვილად და ყველა ფოლკლორისტის გასახარად ნამდვილად ასეა იმიტომ რომ თუნდაც აი ადილეის ადილას მაგალითზე შემიძლია ეს ვთქვა ესენი სულ ახალგაზრდები არიან და აი სწორედ აი ამ გზას ადგანან და ბუნებრივია მათ იმდენი მსმენელი ხავდათ გუშინ იმდენი გულშემატკივარი ხავდათ და ვინც ერთხელ მოусმინა და პირველად მოусმინა ცხადია ყოველთვის მოინდომებს თუნდაც მათ მოსმენას ასევე არის ვფიქრობ ყველა სხვა ანსამბლის გულშემატკივარიც კი ბატონო თავისი შედეგი ერთგვარი ესე ვთქვათ აჩვენა უკვე ამ წლების განმავლობაში ამ კონფერენციებმა და ეს შედეგი უფრო და უფრო გამოჩნდება მომავალში ცხადია. ძალიან კარგად გამოჩნდება მომავალში. ეს კონსერვატორიაში ამას ყველა ხედავს და რა თქმა უნდა ამ საქმეში ჩახედული ხალხიც ყველა ხედავს. სხვა საქმეა რამდენად ზოგი არის რომ უჭირს ამის აღიარება, რამდენად კარგი იყო. ძალიან უბრალოდ ზოგს კი არა, ბევრს უჭირს ხოლმე ხშირად. სამწუხაროდ ასე ხდება, მაგრამ ამას ისევ არ იცით მიჩვეული უკვე რომ ლამის ვიცი რომ თუ კარგად ჩაიარა ყველაფერმა ლამის ვიცი რომ არავინ მომილოცავს თითქმის არავინ და თუ რაღაცა ცუდად იყო აუცილებლად მეტყვიან რომ გილოცავთ ქალბატონო ნატოში გასაგებია ასე რომ ესეც უკვე ამასაც მიჩვეული ვარ ძალიან კარგად კარგია რომ ასე გაგვთ შესწავლილი ადამიანთა რეაქციები თუმცა თქვენ მაინც დიდი გამოცდილება მაქვს ყველაფრის მიუხედავად კი ბატონო და შემდგომი კი ბატონო დამატებაგნებოთ ბოლო ანსამბლი გახლდათ ბოლო როგორ მეოთხე რიგით ნომრად გამოდიოდა ანსამბლი რომელსაც მე ვხემძღვანელობ ეს გახლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორული ანსამბლი რომელიც ამჯერადაც გამოვიდა იმიტომ რომ მასში მღეროდა თეონა რუხაძე კი ბატონო ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ შეიძლება ითქვას კონსერვატორიის ანსამბლის შესრულებითაც მოვისმენთ ვთქვათ ფრაგმენტებს ერთ-ერთი ასეთი სიმღერა გახავთ ჭონა და ასევე შატილი სასულო ჭონა ქართლური სააღდგომო სიმღერა და შატილი სასულო თუშური სატრფიალო კი ბატონო მოვისმინოთ და რა თქმა უნდა შემოგერცდებით კვლავ
მოვისმინეთ ეს ჩანაწერებიც თქვენ გნებავდეთ ქალბატონო ნატალია კომენტარის გაკეთება ერთი კომენტარი მინდოდა პირველ სიმღერაში იმერულ ჭონაში თეონა რუხაძე იყო დამწყებით და მეორე ხმის მთქმელი ძირითადი ჰანგის მთქმელი იყო თქვენი რადიოს კიდევ ერთი წამყვანი ნინო მაისურაძე ასე რომ მთლიანად კი ბატონო გასაგებია ჩვენ ერთ-ერთი ჩანაწერი გრჩება კიდევ რომელიც უნდა მოვასმენინოთ ჩვენს რადიო მსმენელს და მე მინდა ამასთან დაკავშირებით აღვნიშნო რომ გუშინ იყო პირველი შემთხვევა როცა ჩვენი ფოლკლორული საღამოების მსმენელს ქონდა საშუალება მოისმინა არა მარტო ქართული ხალხური მუსიკისთვის. პირველად აი ამ საღამოებზე მე გამოვიყვანე კონსერვატორიის უცხოელი სტუდენტი და მან შეასრულა ირანული ტრადიციული მუსიკის ერთი ნიმუში. სეთარზე დაუკრა ეს დასაკრავი. ეს გახლავთ არშია სამსამინია კონსერვატორიის პირველკურსელი კომპოზიტორი. და ცხადია ძალიან კარგია რომ ის ამავე დროს არის ძალიან კარგი პრაქტიკოსიც და ასე უკრავს. კი ბატონო ძალიან საინტერესოა ნამდვილად ამის მოსმენა დარწმუნებული ვარ ჩვენი რადიო მსმენელისთვისაც და თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა მოვისმინოთ და კვლავ შემოგერთდებით. უცხოელი სტუდენტის შესრულებით მოვისმინეთ თქვათ ეს საკრავიერი მუსიკა. დიახ. კი ბატონო და მე მინდა კითხოთ სწორედ ამ ადამიანის შესახებაც გითხარით კიდევ რამდენიმე სიტყვით და ასევე საინტერესოა თუ იგეგმება მომავალ კონფერენციებსა და ფოლკლორულ საღამოებთან დაკავშირებით უფრო აქტიურად ჩაერთონ უცხოელი სტუდენტებიც და თქვათ არ იყოს აქ მხოლოდ ქართველების წარმოდგენილი. საერთოდ მინდა აღვნიშნო რომ ამ ბოლო დროს კონსერვატორიის ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი ჰყავს მაგალითად ახლა მე მყავს ბევრი ირანელი სტუდენტი, ერთი შვეიცარიელი სტუდენტი და სხვათა შორის ისინი ძალიან კარგად მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებსაც. მე მათ ვასწავლი ქართულ ხალხურ მუსიკას, ეს გახლავთ თეორიული კურსი და ამავე დროს ცხადია ყველა კუთხის სიმღერებს ვცდილო რომ არა მარტო მოვასმენინო საექსპედიციო ჩანაწერები, არამედ პრაქტიკულადაც შევასრულებო. არც თუ რიგოდ მღერიან თქვენ წარმოიდგინეთ ქართულ ხალხურ სიმღერებს, მაგრამ მე ჩავთვალე რომ ქართველი მსმენელისთვის მაინც ბევრად მნიშვნელოვანი არის მათი მშობლიური მოისმინა. კი, და გაეცნოს სხვა ქვეყნების ფოლკლორსაც. ცხადია, ჩემი დიდი ინტერესი იქნება, რომ სამომავლოდ ვნახავ, რამდენად მომცემს ამას საშუალებას კონსერვატორიის კონტინგენტი მთლიანად, ხო? ვინც მეყოლებიან, ცხადია, ჩემთან ვინც იქნებიან, აუცილებლად მე მათ ყველა შემთხვევაში მივცემ საშუალებას, რომ ფართოდ წარმოადგენინო მათი მშობლიური კულტურა. კი, ბატონო, და ეს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ამ ღონისძიებებს. საერთოდ ნამდვილად სანიმუშოა მათი დამოკიდებულება, მინდა აღვნიშნო თუნდაც ქართული ხალხური მუსიკის აი ამ საგნისადმი როგორი დამოკიდებულება აქვს და რა პასუხისმგებლობა აქვს და როგორ სწავლობენ. მე ვფიქრობ რომ აი ბევრი რამ ქართულ სტუდენტებსაც სასწავლი აქვს მათგან. კი ბატონო და ეს ერთგვარი ბედნიერება და დასაფასებელიც არის რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელს ასე აინტერესებს და ასე უყვარს თქვათ შენი ქვეყნის ფოლკლორი და ხალხური შემოქმედება. ქართული მუსიკალური ფოლკლორით რომ მთელი საზღვარგარეთია ფაქტობრივად დაინტერესებული ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ამის ნათელი დადასტურება თუნდაც ის რომ ისინი ყველა თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს უკვე ქართული სიმღერის ანსამბლები საგანგებოდ სწავლობენ ქართველებს და ამისთვის სპეციალურად იწვევენ ქართულ სპეციალისტებს და მეც მრავალჯერ მქონია მაგალითად მასტერკლასები და ვორქშოპები საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში. უბრალოდ ეს ჩვენთვის არახალი ამბავია, ასე ვთქვათ. კი ბატონო. ეს არის ჩვენი კულტურის უნიკალობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი.
რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ჩვენ ცოტა დრო გრჩება ყურადღება რომ გავამახვილოთ თქვა მნიშვნელობაზე ამ კონფერენციებისა და საღამოებისა თქვენ ასევე ბრძანეთ რომ ერთ-ერთი პუნქტი შეიძლება ასე თქვას არის გემოვნების თქვა ჩამოყალიბება და დახვეწა. კი და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და მე მინდა ამასთან დაკავშირებით გავამახვილოთ ყურადღება და გითხრათ კიდევ ერთხელ ამ კუთხით თქვა რა მიზანს ასრულებს ეს კონფერენცია. მე ვფიქრობ ძალიან დიდი რამ შეიძლება გააკეთოს, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ადამიანი რომელიც აი ასეთ კონცერტს დაესწრება და მოისმენს ასეთ ნიმუშებს, ხელუხლებელ, მართლა ნაღდ, აი ქართული ყოფისთვის დამახასიათებელ ნიმუშებს შეუძლებელია რომ იმ ადამიანმა მერე მოინდომოს ვთქვათ ტემპერირებულ საკრავებზე, ქრომატიულ საკრავებზე შესრულებული რაღაცების მოსმენა, შეუძლებელია რომ მას მერე მოეწონოს ვთქვათ საფერხულო სიმღერა შესრულებული დგომით სცენაზე და არა შეუძლებელია მოეწონოს საცეკვაო სიმღერა შესრულებული ვთქვათ ასევე დგომით და არა ცეკვის თანხლებით გლეხური მარტივი ძალიან ესეთი მარტივი და ძალიან უბრალო ილეთების გამოყენებით შეუძლებელია მას მოეწონოს სტილიზებული და ესე იგი მუხლებ გადატყავებული მოცეკვავეები რომლებიც ვითომ და ნამდვილ ხალხურ ცეკვას ასრულებენ ასე რომ ამაყობენ დღეს საქართველოში ბევრნი კი ბატონო ნამდვილად და თან რაც მთავარია ისწავლიან ეს ადამიანები გარჩევას თქვა რომელია ნამდვილი ქართული ხალხური სიმღერა რაც ჭირს დღეს ასევე შეუძლებელია მოეწონოს თქვა საგალობელი რომელიც სრულდება ამდენი ხმების ასეთი გაორმაგებით და ნიუანსირებით და ასე შემდეგ რაც აბსოლუტურად არატრადიციული არის ქართული გალობისთვის ეს ყველაფერი არის გემოვნების საკითხი და მეთანხმებით ალბათ რომ გემოვნება ცხადია თანდაყოლილი რაღაც ბევრი რაღაციდანაც მოდის ალბათ და ძალიან ბევრი რაღაცაზე არის დამოკიდებული, მაგრამ ასევე ძალიან დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად აღზრდი ამ გემოვნებას, ხო? და თუ ადამიანს უხდება მაგალითად საზოგადოებასთან ურთიერთობა, ცხადია ის რაღაცა კარგს მაინც აიღებს იმის. ასევეა ესეც. მე ვფიქრობ ეს არის ძალიან დიდი სკოლა. ძალიან დიდი სკოლა, რომელსაც რაც უფრო მეტი მსმენელი ეყოლება და რაც უფრო მეტი ჩაერთვება ამაში, მით უფრო ბედნიერი ვიქნებით ჩვენ, იმიტომ რომ ალბათ მსმენელიც შესაბამისად კარგი გვეყოლება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, რომ აი მხარი ამიბა ამაში, რომ ყოველ წელს მაქვს საშუალება, ცხადია მისი ინტერესებიც არის, ეს მხოლოდ ჩემი ინტერესი ნამდვილად არ არის, მისი ინტერესი უნდა იყოს სწორედ ის, რომ აი ახალგაზრდებს დაეხმაროს აი ასეთებად ჩამოყალიბებაში და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. ასე რომ მადლობ კონსერვატორიას. კი ბატონო, ნამდვილად ესე თქვა დიდ საქმეს ემსახურებით შეიძლება ითქვას და მე აქვე კითხავთ თუ არის უკვე მართალი ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგანაც გუშინ ჩატარდა ეს საღამო, მაგრამ თუ არის რაღაც კონკრეტული იდეები, რისი განხორციელებაც გნებავთ მომავალ წელს და თქვა სხვადასხვა წლების განმავლობაში და თქვა რისი გამხელაც უკვე შეგიძლიათ. ძალიან ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ უმეტესი მათგანი მე მგონი უტოპიური გახლავთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და სამწუხაროდ განებივრებული არა ვარ. თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვა საკონფერენციო მასალები გამოდის ახლა, ეს არის მასალები მოკლე შინაარსებია ფაქტობრივად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ეს იყოს მთლიანი ნაშრომები ჯერ ერთი. გამოქვეყნებული და ასევე რატომაც არა უკვე მესამე წელია რაც ასეთი კონცერტები ტარდება იცით ნუ ჩამითulis ნურავინ რომ თავს ვიქებ მაგრამ ძალიან კარგი ფოლკლორული საღამო ტარდება უკვე მესამე წელია თავისუფლებას მივცემ რომ ეს ვთქვა ხმამ ახლა იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრისგან გვესმის რომ მოძღრავენ ესე იგი რადიოთი, ტელევიზიით იმისთანები, რომლებსაც საერთოდ ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ ფოლკლორში და მოძღრავენ ჩვენ ფოლკლორისტებს. ჭკუას გვასწავლიან და გვებრძვიან და მაპატიეთ და მეც მივცემ თავს ამის უფლებას, რომ ვაღიარო, რომ მართლაც ძალიან კარგი საღამოებია და რატომ არ უნდა იყოს თუნდაც ამ საღამოების კომპაქტ დისკები გამოცემული. კი ბატონო, ესეც ძალიან საინტერესო იქნება ნამდვილად. კონკრეტული, თუნდაც აი ამ პროექტთან დაკავშირებული ჩემი მიზანი, რომ ეს ყველაფერი სრულად მასალები, მოხსენებათა მასალები სრულად ქართულ ინგლისურ ენოვანი ვარიანტები სრულად და არა მოკლე შინაარსები, როგორც ახლა მაქვს. აქამდე პირველივე კონფერენციიდან მქონდა ეს. და
ასევე ჩანაწერები, სრული ჩანაწერები ფოლკლორული კონცერტებისა. დანარჩენ გეგმებზე, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით მაქვს, ნება მიბოძეთ, ეხლა არ ვისაუბრებ. კი ბატონო, დავტოვოთ რაღაცები უთქმელად და საიდუმლოდ, თუმცა როგორც ჩანს, უკვე მომდევნო წლებში კიდევ უფრო საინტერესო გახდება ეს ღონისძიებები, ასე დავარქვათ მას, მე მინდა წარმატებები გისურვოთ კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მეტი ჩართულობა, ვთქვათ, საზოგადოების მხრიდან, მონაწილეების მხრიდან და ასე შემდეგ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ სტუდიაში მობრძანებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობთ რომ მომიპატიჟეთ და ძალიან მიხარია ის რომ ფოლკრადიოს სახით ჩვენ ფოლკლორისტებს, ეთნომუსიკოლოგებს აი ასეთი საშუალება გვაქვს რომ ჩვენი პრინციპები, პოზიცია, შემოქმედებითი მრწამსი ყველაფერი ეს დავაფიქსიროთ და დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა და ჩვენს მსმენელს მინდა შევახსენო, გუშინ 29 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია და მისი თანმხლები ფოლკლორული საღამო. სწორედ ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით საუბრობდით დღეს. ჩვენი დღის სტუმარი გახდათ ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური ფოლკლორისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი ნატალია ზუმბაძე. ეს დღის სტუმარი იყო, მე დროებით გემშვიდობებით და სულ მალე შემოგიერთდებით. დღის სტუმარი